რა გვაქვს საზეიმო, მოდით ხალხო თქვათ. კარგი და მოგისმენთ. მოყევთ. თქვათ, რა გვაქვს საზეიმო? მე მაგალითად გეტყვით ერთ რამოდენიმე პარამეტრს. მაგალითად, რომ 1990 წელთან შედარებით, გაეროს ხალხთა მოსახლეობის ფონდის მონაცემებით 1990 წელთან შედარებით 2010 წელს ჩვენი მოსახლეობა 2010 წლისათვის უბრალოდ ჩვენი მოსახლეობა შემცირდა დაახლოებით 25%. ეხლა ახალი აღწერაა და ვნახოთ რა. ახალი აღწერა, ამას ზედმეტად კიდევ ერთხელ დაადასტურებს. აი ეს მაგალითად საზეიმო გვაქვს ის, რომ ქართველი ქალი ალბათ მსოფლიო ჩემპიონი თუ არა, ევროპის ჩემპიონი ნამდვილად არის აბორტების სტატისტიკაში. 3.7 აბორტი ერთ მდედრობით ისქესის ადამიანს. არა მხოლოდ მაგაში, შრომით, რომელი შრომით ახლა შრომით მართალია უგზავნიან უცხოეთში გადახვეწილი 1 მილიონი ძირითადად მდედრობის ისქესის ადამიანები უგზავნიან აქ ხართ-ეზოზე წამოწოლილ ქმრებს, ძმებს და შვილებს, თანხებს, სადაც რასაც ისინი კაცმარისის რას ახმარან და აგერ ასეთ ტიპის პრობლემებზე ნაკლებად საუბრობენ თავად პოლიტიკოსები, მედიაც ნაკლებად. პოლიტიკოსები არ საუბრობენ ამაზე, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს არ აწყობთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის რომ ეს არ არის პოპულარული თვალსაზრისი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეკითხებით, ეს კითხვა ალბათ უკვე რიტორიკულია, რა გვაქვს საზეიმო? დამოუკიდებლობის კი ბატონო, დამოუკიდებლობის 23 წლის თავზე ჩვენ დაკარგული გვაქვს აი ამ ბოლოს ვიზახი, ბოლო 20 თუ რამდენი 23 წლის განმავლობაში ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიების 20%-ზე მეტი და გვაქვს პერსპექტივა რომ დავკარგოთ კიდევ ერთი ამდენი. ხო, მაგრამ პესიმიზმით, იმით რომ არ აღნიშნავთ თუნდაც ამ დღეს ეს პრობლემები მოგვარდება. პესიმიზმს კი არ გთავაზობთ, ჩემო კარგო, მე გთავაზობთ რეალიზმს, დიახ. ხო, მაგრამ არ აღნიშნით ამ დღეს რა შეიცვლება? რა ბატონო, არ აღნიშნით? არ აღნიშნაზე არა გვაქვს ახლა ჩვენ საუბარი, თქვენ იმაზე სასაუბროდ დამიძახეთ, ახლა უნდა აღინიშნოს 26 მაისს თუ 9 აპრილს, მაშინ მეორეჯერ გავითვალისწინებ. მე მგონი ჩვენ დღეს აქ იმაზე ვლაპარაკობთ, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და ზოგადად შევაფასოთ ის პერიოდი რაც გამოვიარეს, ხო? და შეფასება უნდა დაიწყოს, მე მგონი დიაგნოზის დასმით, ახლა ჩვენი მოკრძალებული გადასახედიდან გასაგებია, ჩვენ ამ უწყურავ რეცეპტს ვერ შევთავაზებთ ადამიანებს, მაგრამ აი მე მაგალითად მოვიყვან ჰოლანდიის მაგალითს, შემოგარგება. ჰოლანდია ეს არის ქვეყანა, მიყვარს ეს მაგალითი, ეს არის ქვეყანა, რომელიც ადასტურებს რომ თავარი რესურსი ქვეყნის ადამიანის პიროვნების თავარი რესურსი გახლავთ მისი მენტალობა, მისი მენტალური ბაგაჟი და არა ბუნებრივი რესურსები, დაუშვათ ტერიტორია თუ მოსახლეობა. მოსახლეობის რაოდენობა უფრო სწორედ. ჰოლანდია გახლავთ ქვეყანა, რომელიც საქართველოს თუ ვიანგარიშებთ, ესე იგი დაკარგული ტერიტორიების ჩათვლით, საქართველოს ნახევარზე ოდნავ დიდია, დაახლოებით 40,000 კვადრატული კილომეტრი. იქ ცხოვრობს დაახლოებით 16 მილიონამდე ადამიანი და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი გახლავთ მე-17 ადგილზე მსოფლიოში. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. იქ არავის არ ეძახის, რომ ის სადღაც საინადღაც ჩამოთრეულია, არავინ არ ეძახის, რომ იქ 500 თუ 1000 ჩამოსული ის შავკანიანის თუ უცხოტომელის გამო იქ მას გადაშენება ემუქრება, არავინ არ ეძახის, რომ ისინი საუკეთესო ერია მსოფლიოში, არავინ არ ეძახის, რომ ისინი დღეს ხვალაგერ გაბწყინდებიან და ღვთისმშობლის წილხვედრი არიან, ისინი უბრალოდ აკეთებენ საკუთარ საქმეს, სწავლობენ, ვითარდებიან და სტატისტიკას მოგიყვანს. შრომის მოყვარეობა გვაკლია, ესე იგი. არა მხოლოდ შრომის მოყვარეობა გვაკლია. კიდევ გამბედოობა გვაკლია, საკუთარი ცხოვრების. მე მაგალითად ძალიან მწუხარ რომ ყველა მაღაზია 11 საათზე იხსნება და ზოგადად სამუშაო დღე გვიან იწყება და ეს თავარი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს და 365 დღიდან დაახლოებით 100-მდე დასვენების დღე, შაბათ-კვირაების ჩათვლით რო ავიღოთ. მაშინ როდესაც აი მაგალითად ლონდონში 2 იანვარს უკვე აღარავის აღარ ახსოვს რომ იყო ახალი წელი. რა უყოთ ამ მე კიდევ გვიკვირს რომ დაუშვათ აი. რა უყოთ ამ სიზარმაცეს? სიზარმაცე არის დამნაშავე. არა მხოლოდ სიზარმაცე. ამ ყველაფერში, მაგრამ ჰოლანდიას მაინც სხვა რაღაც ისტორიული პირობები ჰქონდა, ალბათ ჩვენ განსხვავებით. მხოლოდ სიზარმაცეა. ჰოლანდიას არ აქვს არავითარი ჩემოკარგო ბუდიში. ჰოლანდიას არ აქვს არავითარი ისეთი მატერიალური რესურსი, გარდა საკუთარი გონებისა, ასე რომ ვთქვათ, მისი მოქალაქეების გონებისა. ერთი არის ზღვა, რომელიც თუ შეიძლება რესურსად ჩაითვალოს, თქვენ კარგად იცით მათ როგორ დაათმობინეს ზღვას ტერიტორიები, ეს დამბების მშენებლობის გზით. ასეთივე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იგივე იაპონია, რომელმაც ყოველგვარი რესურსების გარეშე ასევე
ატომური დარტყმების შემდეგ მოახერხა და მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გახდა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ახლა ისრაელზე და მესმის რომ ფაქტორის გარეშე გარემტრის გარეშე ბოდიში ერთი წამი მე მესმის ახლა მავანი და მავანი აი ზუსტად მაგათ მიმყავს საუბარი მე მესმის რომ მავანი და მავანი იტყვის რომ აი ჩვენ და დღე და ღამხმალს ვიქნევდით და ჩვენი წინაპრების სისხლით და ასე ამიწყებს რაღაც ლეგენდების და ზღაპრების მოყოლას მე მესმის რომ ზღაპრების დაჯერება ძალიან მოსახერხებელია ეს არის ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსის გადაფარვა დიახ ეგო ცდილობს ამით არასრულფასოვნების კომპლექსის გადაფარვას ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ ხინჯი ჩვენ მტერს ვერ გამოვასწორებთ მტერს ვერ შევცვლით თუ არის კიდეც ასეთი მტერი და ერთი მაგალითი მინდოდა კიდევ აქეთ მიმყავდა საუბარი მომეყვანა ეს გახლავთ ისრაელის მაგალითი მე ვერ დავიჯერებ და თქვენ ვერ დამარწმუნებთ თუ ჩვენ ისრაელზე რთული გეოპოლიტიკური ნებარებია ხო არანაირად მიახლოებულიც კარგი მე როგორც გავიკეთ თქვენი რეცეპტი ნაკლები ვიზეიმოთ და მეტი ვიმუშაოთ ძალიან დიდი მადლობა ცოტნე გამსახურდია იყო ჩვენი სტუმარი